ბაზრიდან ნესტლე საქართველოს ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი გრძელდება. აღნიშნული სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს. კონკრეტული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარემომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში ტოქსინ სერეულიდის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღეს. კონკრეტულად საუბარია ნან 1 ოპტიპრო, ნან 2 ოპტიპროს 800 გრამიან თუნუქის ქილებზე, ნან 2 ოპტიპროს თუნუქის ქილის 400 გრამიან მოცულობაზე, ნან 2 ოპტიპროს მუყაოს ხუძე და ასევე 50 გრამიან მოცულობაზე. სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებენ მომხმარებლებს იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენონ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს. ნესტლეში ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ. ნესტლეს ჯგუფის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გარკვეული პარტიები პოტენციურად შესაძლოა შეიცავდეს ცერეუდილის ტოქსინს, რომელიც არ უნდა იყოს სურსათში და მათ შორის სასაკვირველია ბავშვთა კვებაში. აღნიშნული ნივთიერება ცერეუდილის ტოქსინი, ესე ვთქვათ, არის ტოქსინების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც არ ნორმირდება და არ არის დაშვებული, რომ რაღაც ზღვარით თუნდაც არსებობდეს სურსათში. ტოქსინი გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი სხვადასხვა ისეთ კლინიკური ნიშნებით, როგორც არის გულისრევა, ასე ვთქვათ, ზოგადი სისუსტე და მათ შორის ნერვული სისტემის დაზიანება.